მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ, თქვენ კი კრივის სამყაროს მორიგ ეპიზოდს უყურებთ. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, თუმცა მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia, ასევე Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, სადაც არაერთი ძალიან საინტერესო მასალა გელით, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კრივის შესახებ. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას, გეტყვით, რომ სულ ახლა ხანს დასრულდა ყაზახეთში, ქალაქ ყარაგანდაში ძალიან საინტერესო ტურნირი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონის, უпростоრად, ოლიმპიური ჩემპიონის, ლეგენდარული მოკრივის სერიკ საპიევის სახელობის ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მოკრივეებმაც. ადგილობრივი მასპინძლების მოწვევით იმყოფებოდა ყაზახეთში ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის კლუბ ჩემპიონის სამი შეგირდი, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრები, ძალიან კარგი და პერსპექტიული მოკრივეები, ესენი არიან ნიკოლოზ ხიზანიშვილი, ლუკა ქოქაშვილი და ზაზა მდინარიძე. და უნდა ითქვას, რომ სამივე მათგანმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა, ორმა მათგანმა მოიპოვა ოქროს მედალი, ერთმა ბრინჯაოს მედალი, რაც ყაზახეთში წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე არის შესანიშნავი შედეგი. სწორედ აი ამ ტურნირზე მათ ხელმძღვანელობდა მიხეილ გაბინაშვილი, თავადაც პროფესიონალი მოკრივე და ახლა უკვე მწვრთნელი. და სწორედ მიშო იქნება დღეს ჩვენი სტუმარი, ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი ქართულ კრივში ჯერ მოკრივე და ახლა უკვე როგორც მწვრთნელიც და ვისაუბრებთ უშუალოდ აი ამ ტურნირის შესახებ, მიღწევების შესახებ, აგრეთვე ვისაუბრებთ თუ რა სიტუაციაა დღეს მდგომარეობით ვარიანის კრივის კლუბში, ვიცი რომ ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო მოკრივე მოდის, ახლა უკვე და ის ძველი დიდი ტრადიციები ძალიან ღირსეულად გრძელდება ვარიანის კრივის სკოლაში და ასევე ვისაუბრებთ რა თქმა უნდა მიშოს პირად კარიერაზეც, მის გეგმებზე, უკვე როგორც პროფესიონალი მოკრივის. მიშო, გამარჯობა, მოგესალმები. მადლობა რომ დრო გამონახე, გვეწვიე სტუდიაში და ვფიქრობ დაგვიგროვდა ჩვენი სადაც სასაუბრო ძალიან ბევრ საკითხზე, ბევრ თემაზე, თუმცა პირველ რიგში არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მართლაც შეიძლება ბევრი არ ცელოდა, ისეთი ძალიან მაგარი შედეგი დადეს თქვენმა მოკრივეებმა ყაზახეთში გამართულ ტურნირზე. ეს არ არის მარტივი ტურნირი, არსად ზოგადად გასვლითი და მით უმეტეს ყაზახეთში, ვიცით თუ რა დონეზეა ყაზახეთში კრივი, თუ რა დონის მოკრივეები მოდიან ყაზახეთიდან და გარდა ყაზახებისა მე ვიცი რომ იქ იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უზბეკეთის, აზერბაიჯანის და ამ შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ აი ამ უშუალო ტურნირის შესახებ, რა ტურნირი იყო, როგორი ტურნირი იყო და როგორ წარიმართა უკვე უშუალო თქვენი ასპარეზობა ამ ტურნირზე. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ძალიან კარგია ეს თქვენი შოუ, იმიტომ რომ ბევრმა არც იცოდა ეს შეჯიბრი ისე მოვიარეთ და თქვენის მეშვეობით უფრო მეტად გაიგებენ თუ რა ტურნირზე ვიყავით და რა შედეგებით დაუბრუნდით. ამ ტურნირში 7 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას ჩვენი ჩათვლით. ძალიან კარგი შეჯიბრი იყო, ძალიან დაძაბული ბრძოლები იყო, სხვათა შორის ჩვენი ბრძოლებიც და ძალიან დიდი შედეგით დაუბრუნდით, ასე ვთქვათ, სამივე მოკრივე, იმიტომ რომ ისეთი გუნდები იყვნენ ჩასულები, ისეთი ძლიერი გუნდები იყო, რომ ზოგმა მედალიც ვერ გააკეთა. და ჩვენ სამი მოკრივით ვიყავით ამ შეჯიბრზე წარდგენილი და სამივე მოკრივემ შეძლო და გააკეთა მედალი. ასე რომ ძალიან დიდი შედეგია ეს ჩვენი სკოლისთვის და სრულიად საქართველოსთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენი პატარა ქვეყანა ამხელა შეჯიბრზე გამოვჩდით და თან ოქროს მედლით და ბრინჯაოს მედლით. კი, ნამდვილად არ შეიძლება არ დაგეთანხმო, მართლაც შესანიშნავი შედეგია ერთი კრივის კლუბიდან, მით უმეტეს სამი მოკრივე რომ ამხელა ტურნირზე წავა და ამხელა შედეგებს დადებს, ნამდვილად მისასალმებელია. ქართულ კრივში ვინც არის ჩახედილი, ნუ რა თქმა უნდა ყოველთვის მხოლოდ გამარჯვების იმედი გვაქვს, ისეთი მოკრივეები გყავდათ წაყვანილი პირადად შენ, მათ შორის გამოცდილება აქვთ უკვე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, თუმცა მათ შორის ყველაზე სათითაოდ მინდა რომ ვისაუბრო უშუალოდ ამ მოკრივეებზე, მათ შორის ყველაზე გამოუცდელი იყო ლუკა ქოქაშვილი, მისთვის რამდენადაც ვიცი იყო პირველი ტურნირი საზღვარგარეთ. აი მოდი მივყვეთ, ლუკადან დავიწყოთ, ნიკაზეც ვისაუბროთ, ზაზაზეც ვისაუბროთ. სათითაოდ რამდენი ბრძოლა ჩაატარეს, რამდენად კმაყოფილი ხარ უშუალოდ მათი შესრულებული სამუშაოთი, ხო არ გაუჭირდათ, რა გამოჩნდა, რა გაჩვენათ აი ამ ტურნირმა თითოეულ მათგანის შემთხვევაში. სამივეს მე პირადადაც და ეხა აქედანაც სამივეს დიდ მადლობას მოვუხდი, იმიტომ რომ ძალიან ვაჟკაცი ბიჭები არიან
და კრივში ვაჟკაცობა არის ერთ-ერთი უპირველეს ყოვლისა ეს უნდა გქონდეს, რომ თუ ვაჟკაცობა არა გაქვს, რა ფორმაშიც არ უნდა იყოს და რა ფიზიკურობაც არ უნდა გქონდეს, შესაძლებელია რომ ბრძოლა დათმო. ლუკა ქოქაშვილის რაც შეეხება, მაგისთვის ეს შეჯიბრი პირველი იყო და საერთოდ საზღვარგარეთ პირველი შეჯიბრი იყო, მაგრამ ჩვენ სამივეს ერთი მომზადება ჰქონდა გავლილი. ერთად ვემზადებოდით ბოლოს, სამივე კარგად იყო მომზადებული, კარგ ფორმაში იყვნენ და იქ ჩვენ შეჯიბრის წინ ჰქონდა რაღაც პატარა საუბრები, ისეთი რაღაცები, რომ რაც ფსიქოლოგიურადაც იხოდებოდნენ, ერთმანეთს გვერდში უდგნენ და აი ამის ხარჯზე ამ ყველაფრით უკვე გადაიტანეს ეს მომზადება რინგზე. რის გამოც აგერ ეს შედეგიც დააფიქსირა ჩვენმა ლუკამაც. თუმცა ცოტა დაგვაკლდა, რომ ფინალში გავსულიყავით. აი ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად შეეძლო, რომ ეს ბრძოლაც მოიგო, მაგრამ ნუ ავქნათ რაღაცებმა იმოქმედა და დაუთმეთ ბრძოლა. რა შეიძლება ვთქვათ, აი ნიკა ხიზანიშვილზე ან ზაზა მდინარიძეზე, ესენი გაცილებით უფრო გამოცდილი მოკრებეები არიან ლუკასთან შედარებით, იმიტომ რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრები არიან, ტიტულები აქვთ მოგებული საზღვარგარეთ, ჩვენ გვახსოვს შარშან ნიკა ხიზანიშვილი ევროპიდან ტიტულით დაბრუნდა და საკმაოდ მედლებით ბრუნდებიან, საერთაშორისო ტურნირები ნაბრძოლი აქვთ. აი მათთვის რა იყო და ეს ტურნირი კიდე ერთი გამარჯვება, კიდე ერთი ოქროს მედალი ჩამოიტანეს, მათთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ აი ესეთ მაღალი დონის შეჯიბრზე ასპარეზი. ზაზა მდინარიძეს რაც შეეხება, ეს ამ შეჯიბრის ჩემპიონი იყო, წინა წლის ჩემპიონი იყო, მოქმედი ჩემპიონი იყო და ახლაც ჩემპიონი გახდა, უბრალოდ წონითი კატეგორია შეიცვალა. მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ რახან წინა წლის ჩემპიონი იყო, არ ნიშნავდა, რომ ზაზასთვის რომ წელსაც, რა თქმა უნდა, უეჭველი გახდებოდა ჩემპიონი. ისეთი დაძაბული ბრძოლები მოგვიწია, რომ იყო რაღაც, მაგრამ მაინც თავდაჯერებულად ვაჟკაცობით, თავისი ფიზიკურობით, ცოდნით, ტექნიკურად შეძლო და გავიმარჯვეთ, გახდა ჩემპიონი ამ შეჯიბრის. ხიზანიშვილს რაც შეეხება, ხიზანიშვილიც წინა წლის ჩემპიონატზე იყო, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა. და წელს აგერ კი დაინახეთ ყველა ბრძოლა ერთი თავით კი არა, იავნები მოიგო და ძალიან მაგარი ჩხუბები აჩვენა რა. კი, ნამდვილად მე მქონდა საშუალება, რომ შემევლო თვალი უშუალოდ მათი ბრძოლებისთვისაც, აბსოლუტურად უნდა ითქვას, რომ აშკარაა, რომ ეს ბიჭები პროგრესირებენ, ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არის, არ ჩერდებიან ერთ ადგილზე არ დგანან და ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება მათ სამომავლო შედეგებზეც. მე მათ თვალს ვადევნებ ჯერ კიდევ სკოლის სასკოლო ასაკის ნაკრებში როცა იყვნენ და საქართველოს ჩემპიონატიდან ძალიან კარგად გამოჩნდნენ ზუსტად ნიკაც და ზაზაც და კიდე ერთი რაც შეიძლება ვთქვათ, აი ძალიან ისეთი ლიდერული თვისებები აქვს ზაზას განსაკუთრებით, არა მარტო რინგზე, ზოგადად რინგს გარეთაც და ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, რომ გარდაისახება და თავის შრომის მოყარეობასთან ერთად, თავის მონდომებასთან ერთად ხვალდაზე ესენი არიან ქართული კრივის ნამდვილად მომავალი თაობა, რომელთაც ყველანაირი რესურსი აქვთ, რომ ძალიან დიდი შედეგებს შეეჭიდონ უკვე ხვალდაზე და მე მიხარია, რომ აი თქვენთან არის შესაძლებლობა ამ ყველაფერის გახდა, რომ ახლა შენ თქვი, რომ შარშანაც ზაზა ჩემპიონი იყო ამ ტურნირის, ნიკაც მონაწილე იყო ამ ტურნირის და შესაძლებელი გახდა ეს ყველაფერი, რომ წელსაც კიდევ მიიღოთ მონაწილეობა. მე ვიცი, რომ ძალიან დიდი მეგობარია ქართველების, უშუალოდ თქვენ კრივის კლუბთან ძალიან მეგობრობს, თავად სერიკ საპიევიც, ნამყოფიც არის არაერთხელ, არ შეიძლება არ აღინიშნოს იქ სპორტის დამსახურებული მოღვაწე ნურგაზი ჟარლგაპოვი, ქართველების დიდი მეგობარი, პირადად გიორგი კანდელაკის დიდი მეგობარი, რომელმაც დარწმუნებული ვარ, რომ ითამაშა თავისი როლი, რომ აი ეს ყველაფერი შემდგარი იყო და კიდევ ერთხელ მოგცემოდათ ეს საშუალება თქვენც, რომ მიგეღოთ მონაწილეობა. რა შეგიძლია თქვა უშუალოდ აი თვითონ ტურნირზე, ტურნირის ორგანიზებაზე, სიტუაციაზე, რა გარემოდა გხვდათ ყაზახეთში? ტურნირის რაც შეეხება, ძალიან კარგი ტურნირი იყო, ძალიან ყველაფერი ისე ჩატარდა, რომ ესე არც მოველოდებოდი. კი, სტუმარ მასპინძლობა აქვთ, მეგობრობაც გვაკავშირებს ჩვენ, მაგრამ უშუალოდ მარტო ჩვენთან არ იყო ეს ყველაფერი, საერთოდ თელი ტურნირი, აი მსაჯობაზე გავამახვილებ, სადაც სამწუხაროდ ისევ არის ხოლმე, რომ ცუდი მსაჯობა, ზოგი იმისკენ იხრება, ზოგი ამისკენ, მაგრამ ამ ტურნირზე იყო ძალიან მაღალი დონის მსაჯობა, არანაირი დაჩაგვრა არ იყო, არანაირი ის ვიღაცა პატივისცემა,
იყო აი ნამდვილად ის იყო რაც უნდა ყოფილიყო რა რომ ვინც იგებდა სულ ერთი ქულა ყოფილიყო ეს ერთი ქულა წვიტავდა ძალიან მაგარი მსაჯობა იყო და დანარჩენს სტუმარმა სიმძლობას რომ თავი დავანებოთ ეს იყო უმაღლესი მაგრამ მაგას რომ თავი დავანებოთ ყველაზე უპირველესი ჩვენთვის მაინც იყო მსაჯობა იმიტომ რომ ესეთი რაღაც ასე ვთქვათ გაკვირვებული დავრჩი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი რომ შენ მწვრთნელს და გინდაც მოქმედ მოკრივეს უპირველესი ეგ გაინტერესებს რომ როგორი მსაჯობა რომ ძალიან მოქმედებს ახლა შენ რომ შეჯიბზე ხარ წასული და მოკრივეზე მაქვს საუბარი გიწევს რინგზე ასვლა და წინა ჯგუფს უყურებ და ხედავ რომ არასწორი მსაჯობაა და ბრძოლებს ართმევენ შეიძლება საჩემპიონო იყო მაგრამ ფსიქოლოგიურად ისე დაიძაბო რომ ეს ყველაფერი всё წყალში ჩაიყაროს თვითონ მსაჯებამდე შეიძლება აღარ მივიდეს საქმე ფსიქოლოგიურად ისე დაიძაბო კი ფსიქოლოგიურად ისე დაიძაბო რომ მსაჯების გადაწყვეტილება აღარც გახდეს საჭირო უკვე ბრძოლა შენ თავში შენთან დათმო ამიტომ ესეც ერთ-ერთი მიზეზია ჩვენი ბიჭების წარმატების რომ კარგია რომ უყურებ რომ ესეთი სილამაზია რა ესეთი წესიერება ხდება რომ რაც ხდება რინგზე იმარჯვებს ის ვინც მართლა უკეთესია და ვინც მეტად კარგი სპორტსმენია და ფასდება ანუ შენი შრომა ფასდება იქ და ბიჭებსაც უკვე მეტად მიეცათ ის ვაშკაცური მხარე ვაშკაცური ხოდი რომ უფრო შებერეს კარგად გემრიელად მიხვდნენ რომ მარტო თავანთავზე იყვნენ დამოკიდებულები არანაირი მსაჯობა აღარ იქნებოდა არანაირი არასწორობა არ იქნებოდა და იქნებოდა ის რაც დაანახებდნენ რინგზე ესენი მათ. ამიტომ ამისთვის ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი მე იმათ ფედერაციას ყაზახისტანის, იმიტომ რომ ძალიან ყველაფერი ლამაზად ჩატარდა. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩვენ საუბრობთ ახლა ჭაბუკთა ასაკის მოკრივეებზე, ახალგაზრდა მოკრივეებზე, მით უმეტეს შეიძლება ჩამოყალიბებულმა მოკრივემ და პროფესიონალმა კიდე სხვანაირად გადახარშოს ეს ყველაფერი, მაგრამ როცა დამწყებზე და ახალგაზრდაზეა საუბარი, შეიძლება იმისთვის გაცილებით რთულია, იგივე შენ რა თქვი, რომ არასწორ მსაჯობასთან იქ რაღაც პრობლემებთან შეჯახება, სხვანაირად მოქმედებს ფსიქოლოგიურადაც და მარტო იმ ტურნირზე კი არა, შეიძლება მერე ზოგადად მთელ კარიერაზე თითოეულმა ასეთმა ფაქტმა იმოქმედოს როგორც დადებითად ისე უარყოფით შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ ჩათვალოს რომ მაინც აზრი არა აქვს და ხო ხედავთ რაც არის და საერთოდ ვარჯიშის თავი დაანებოს იმიტომ მნიშვნელოვანი რომ ყველგან ყოველთვის იყოს ობიექტური მსაჯობა და მოკრივეს არ კონდეს იმისი რაღაც ან საკუთარ თავთან ან ვიღაცასთან სათქმელი რომ იმიტომ ვერ გავიმარჯვე რომ დამჩაგრეს და ასე შემდეგ თუ ვერ გაიმარჯვე ეძებოს უკვე საკუთარ თავში ის პრობლემები და თუ ღირსეულია და იმსახურებს სამართლიანად მიაღწიოს საკუთარ შედეგს მიშო, მე ვთქვი, რომ კარგია და დიდი ხანია ვადევნებ თვალს სწორედ აი ამ მოკრივეებს, ვინც შენ ყავდა ახლა ზუსტად წაყვანილი ყაზახეთში და ფაქტი ის არის, რომ ამ ბიჭებს აქვთ პროგრესი, ანუ არ გაჩერებულან ერთადერთზე და არა მარტო ის, რომ ტალანტები არიან და მოდიან და კარგებია და ასე, ესენი პროგრესირებენ, წინ მიდიან, ასაკი აქვთ ზუსტად ისეთი, რომ აი ძალიან ხშირად სწორედ ამ ასაკში ხარ შენ თვითონ თქვი, რომ წონით კატეგორიები იცვლება, ბევრი რაღაცა იცვლება. მოკრივის შეიძლება უცებ ტანი აიყაროს, შეიძლება ცოტა ხანი ჩამორჩეს ხვეებს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ისეთი ფაქიზი და ძალიან მნიშვნელოვანი ასაკია, თუმცა ამის მიუხედავად ფაქტია, რომ ბიჭები ვითარდებიან, ბიჭები აგრძელებენ პროგრესს, ბიჭები დებენ შედეგებს, აგრძელებენ ვარჯიშს და წინ და წინ მიდიხარ და ამაში ძალიან დიდი როლია სწორედ თქვენი მწვრთნელების ვარიანის კრივის სკოლის, მის ხელმძღვანელის თემურ აბულაძის, რა თქმა უნდა პირველ რიგში ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი გელას ხირტლაძე არ უნდა დავიწყოთ, რომლის ძალიან დიდი ღვაწლი და შრომა არის ჩადებული და ასევე პირადად შენი და მე მინდა აი მადლიერების სიტყვები თქვა ზოგადად თქვენი კრივის სკოლის მისამართით. შენ თვითონ რა შეგიძლია თქვა, რა სიტუაციაა თქვენ კრივის სკოლაში, როგორ მიდის ვარჯიშები, როგორ მიდის მზადება და ზოგადად საით მიდის ვარიანის კრივის სკოლა დღეს? ვარიანის კრივის სკოლას მოგეხსენებათ როგორი ბიჭები ყავთ დაზდილი, როგორი შედეგები ჰქონდათ. ძალიან იყო დრო რომ ვარიანის სკოლა ერთ ქუხდა, რომ იგებდა ვიღაც რომ ვარიანის ხვდები, შიშის ზარსემდა. მაგრამ სამწუხაროდ რაღაც პატარა პერიოდი იყო ჩავარდნა, ეს ყველას აქვს, ყველა სპორტსმენს აქვს და ყველა სკოლას აქვს ესეთი სიტუაცია. მაგრამ ეხლა ჩვენც ვატყობთ და კიდევ ესე ფაქტი სახეზია. ბევრი გვეუბნება რომ ისევ წამოვიდა ვარიანის სკოლა, ისევ გამოჩნდა პროგრესი იმატებს. ეს არის ჩვენი ბიჭების დამსახურება და რა თქმა უნდა თავის ქებაში არ ჩამეთვალოს მწვრთნელების დამსახურება.
პირველ რიგში ჩვენ სკოლაში კარგი და დასაფასებელი არის რომ ჩვენ წვრთნელები ერთმანეთში ვართ მეგობრულად ბავშვების მიმართაც მეგობრულად ვართ და პირველ რიგში ვასწავლით უთესავთ მეგობრობას ერთმანეთში იმიტომ რომ როცა მეგობრობით არ უკვე ყველაფერი წინ მიდის რაც შეეხება გელამასწავლებელს პირადად მეც მინდა დიდი მადლობა მოუხადო იმიტომ რომ მე რო ვარჯიში დავიწყე თავიდან ჩემი მასწავლებელი გელამასწავლებელი იყო ერთ წელი გელამასწავლებელი მოვარჯიშებდა ასე ვთქვათ კრივი მან შემაყვარა მე ეტაპობრივად უკვე გავაგზელე ბადრი ყულუნბეგაშვილთან მადლობას მოუხდი თემურის იმიტომ რომ სკოლას ძალიან დიდად გვერდზე უდგია თემური წვრთნელია და პარალელურად დირექტორია ჩვენი სკოლის ძალიან დიდ შრომას დებს თემურიც და ასე ერთობლივი გადაწყვეტილებით ერთი აზრით და მეგობრული გადაწყვეტილებებით რავი ვაკეთებთ გვერდში ვდგავართ ერთმანეთს და ძალიან დანარჩენი ისეთი დიდი საიდუმლო არაფერი არ გვაქვს უბრალოდ ბიჭები იძახიან ჩვენ სათქმელს ასე ვთქვათ რა შედეგები თვითონ მეტყველებს უნდა ითქვას რომ თქვენი კრივის სკოლის წარმომადგენლები აგერ ვნახეთ და ეს არის უახლოესი შედეგი მაგის გარდა უკვე არიან ეროვნულ ნაკრებშიც ყავთ და ყველა დონეზე ფაქტიურად წარმოდგენილები ხართ და ყველა ტურნირზე ანგარის გასაწევი ძალაა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ფაქტია რომ აი შენ რაც აღნიშნე ერთ-ერთი მნიშვნელოვანეს ეს არის რომ ერთმანეთთან თანხმობით, ერთმანეთის გვერდში დგომით, ერთი პირით, ერთი გეგმით, ურთიერთ სასარგებლო რჩევებით და აი კარგი შერწყმა გამოვიდა რაღაცნაირად ახალგაზრდები შენ და თემო და გამოცდილი ბატონი გელა რაღაც აი კარგი გუნდი ჩამოყალიბდით საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ და მისასალმებელია ეს ყველაფერი მე მიხარია რომ აი ესეთ შედეგებს და კიდევ ისიც მნიშვნელოვანია რომ ეს ბიჭებიც კარგად გიგებენ და თქვენ მათ უგებთ და რაღაც აი საერთო ერთიანობა იგრძნობა იმიტომ რომ თუ არ არის ერთიანობა ეხლა არის ხოლმე რაღაც მომენტები რომ არის დარბაზები რომ სადაც რაღაცა ცოტა ისე ვერ არის ერთმანეთში და შესაბამისად მე კონცენტრირება იმაზე კი არ ხდება რომ რა გავაკეთოთ უკეთესი შედეგისთვის იმაზე ხდება ზოგი ერთი იქით იწევს მეორე იქით იწევს რაღაცა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება შედეგებზე თუმცა თქვენ ისეთი კიდე ერთხელ ვამბობ რომ ისეთი კრივის კლუბიდან მოდიხართ და ისეთ სიტუაცია იყო ზოგადად და ყოველთვის რომ არ შეიძლება რომ აი ზუსტად მეგობრული გარემო არ ყოფილიყო ვარიანის კრივის სკოლაში თავიდანვე როდესაც გიორგი კანდელაკმა დააარსა კლუბი სწორედ მაგაზე იყო დაფუძნებული შრომაზე და ერთმანეთის გვერდში დგომაზე მეგობრობაზე და მართლა შენ თვითონ აღნიშნე რომ თაობებია გაზრდილი ისეთი რომელთა სახელიც ყოველთვის მართლა შენი არ იყოს ქუხდა ნებისმიერ ტურნირზე საქართველოში ძალიან კარგი თაობები მოდიოდა და მიხარია რომ ეს ყველაფერი გრძელდება. მე მაინტერესებს გასაგებია ეს ლიდერი სპორტსმენების შედეგები რომელიც თვალნათელია. მე მაინტერესებს ზოგადად დაინტერესება ახალ თაობაში თუ არის თუ მოდიან ახალ-ახალი ბავშვები, მით უმეტეს აი ამ წარმატებების ფონზე, როცა ხედავენ რომ აი მათი სოფელში არის ესეთი კრივის კლუბი, რომლის წარმომადგენლებიც აგერ ყაზახეთში იგებენ ტურნირებს, აგერ საქართველოს ნაკრებთან ერთად იგებენ ტურნირებს, აგერ ევროპაში იგებენ, მედლებს იღებენ და ასე ეს ყველაფერი ამდენად კარგად მოქმედებს უკვე იმაზე, რომ სხვა ბავშვებიც დაინტერესდნენ და კრივში ჩაერთონ და კრივით და სპორტით დაკავდნენ და არა სხვა რაღაცა ძალიან ბევრი საცდურით, რომელიც ჩვენს გარშემო საკმაოდ ბევრია. კი, სხვათა შორის ბავშვები კი მოდიან ნენელე, მაგრამ ამ შეჯიბრის მერე ერთი მოვიდა, ორი მოვიდა, ის უკვე ეუბნება თავის მეგობარს და უფრო მეტად მოემატა ამ შეჯიბრის მერე, იმიტომ რომ ეხა ესეთი ბავშვები უკვე მისაბაძები არიან და რომ იგებენ ანუ სოფელია ყველას იცნობს რომ იგებენ ის სადვარჯიშობს ესეთი მაგარი ბიჭია სადვარჯიშობს აქ ვარჯიშობს და მაგის ფონზე უფრო მოემატა ბავშვები კი მოემატა და სხვათა შორის ძალიან კარგი თაობა მოგდის ეს პატარა თაობა ძალიან ყოჩაღი ბიჭები არიან კარგი რავი 5-6 წელში სავარაუდოდ ეს ბიჭებიც დაიძახებენ კარგად კიდევ ახალი ნაკადი კიდევ იტყვის თავის სათქმელს თავარია შეძლონ და გააგზელონ ივარჯიშონ არ გაჩერდნენ დროებითი არ იყოს ეს ხო კრივი ახლა მარტივი სპორტი არ არის რთული სპორტია და ზოგადად ეს ახასიათებს რომ მოდიან მაგრამ ერთეულები რჩებიან ანუ თავიდან ყველას აინტერესებს და უხარია და მოსწონს ის რომ მაგარია ბოქსია ის ეს მაგრამ
მე ის ვარჯიშების რუტინას, იმ შრომას, იმას რეჟიმს და ასე შემდეგ მაგას ბევრი ვეღარ უძლებს და მე გადინებაც ბევრია ხოლმე. კი, მით უმეტეს დღევანდელი ბავშვები. უფრო თავიდან ყველას მოწონს, მაგრამ აი ესე დაახლოებით 10 კაციდან მოკრივეთ რომ ჩამოყალიბდეს შეიძლება ერთი დარჩეს მარტო. ძალიან რთული გახდა რთულად და ნუ გასართობი ბევრი აქვს, ის ბევრი აქვს, სადაც შეიძლება გული გადააყოლონ და არ არის მარტივი, თუმცა ვინც რჩებიან, ისინი რჩებიან მერე უფრო გაცილებით ისეთები, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს რომ სპორტი უნდა, მენტალურად ძლიერები და თუმცა არც იმათთვის არის დარწმუნებული ვარ დაკარგული ის დრო, რასაც კრებს პირიქით. ყველანაირად. კი, კი. როგორც შენ თქვი, რომ პირველ რიგში ჩვენ ვასწავლეთ მეგობრობას, ჩვენ ვასწავლეთ ურთიერთობებს, ჩვენ ვასწავლეთ დისციპლინას და მერე მოდის ეს უკვე უშუალოდ საკრივო და ტექნიკური საკითხები, რომელსაც ასევე სწავლობენ და ეს ყველაფერი ყოველთვის ყველას გამოადგება, ასე რომ მე კიდევ ერთხელ ვუწევ რეკომენდაციას ყველას ზოგადად კრივზე და კონკრეტულად აი შიდა ქართლში, ვინც ახლომახლო ცხოვრობს იქ ვარიანის კრივის სკოლაში, ძალიან მაგარი სკოლაა, ძალიან დიდი კაცი სახელს ატარებს, ძალიან კარგი მწვრთნელებია, ძალიან კარგი შედეგებია და უნდა გააგრძელონ და მივიდეს ახალი და ახალი თაობა და წამოვიდეს. მიშო, არ შეიძლება არ ვისაუბროთ უშუალოდ შენს კარიერაზე, შენ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი პროფესიონალი მოკრივე ხარ დღესდღეობით საქართველოში. არაერთი ძალიან დიდი და მაგარი ბრძოლა გაქვს გამართული, მათ შორის უცხოეთში. და მე ვიცი, შენ რადონის მოკრივე ხარ, რადონის შედეგები ქონია. ქონია პატივი და მეც ყოფილი ვარ შენი სეკუნდანტი 1-2 და იქაც უშუალოდ ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი. თუ როგორი ბრძვი რა შეგიძლია, როგორი შემართებით გადიხარ, რადონის მოკრივე ხარ ზოგადად და მინახავს ასევე ის ძალიან დიდი და ბევრი აპლოდისმენტები, რომელიც მიგიღია ევროპის სხვადასხვა ქალაქების კრივის გულშემატკივრებისგან, შენი პიროვნებიდან და შენი ბრძოლიდან და შენი ვაჟკაცობიდან გამომდინარე. ძალიან დიდი ხანია, თითქმის 1 წელი იქნება მიშო გაბინაშვილი რინგზე არ გვინახავს. ძალიან ზედმეტად ხო არ გადაერთი ამ საკრივო სამწვრთნელო საკითხებზე. რა ხდება შენ პირად კარიერაში პროფესიონალური კრივის რინგზე? ისეთი სიტუაციაა, რომ მე მწვრთნელობა რო დავიწყე, ვფიქრობდი, რომ შევათავსებდი, ისევ მოქმედი სპორტსმენი ვიქნებოდი და სპორტსმენებსაც მივხედავდი ჩემს იქით, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა. თან ისე დაემთხვა, რომ მწვრთნელობა რო დავიწყე ამ ჩვენ ბიჭებს უშუალოდ ვინც არიან ნაკრებში უკვე ზედიზედ დაემთხვათ შეჯიბრებები. და ისეთი სიტუაცია იყო, რომ ხა იმათ რო ვავარჯიშებდი, იმდენად ვიხარჯები, რომ ფიზიკურად უკვე აღარ შემეძლო, რომ მე მევარჯიშა. ვარჯიშობდი, მაგრამ იმ დონეზე ვერ ვარჯიშობ, რომ ბრძოლაში გავიდე. ამიტომ ფორმაში თუ არა ხარ, ჯობია ვაფშე არ გახვიდე, მე ესე ვარ და მაგის გამო მაქვს ეს ჩავარდნა. მაგრამ ამ ბოლოს დავიწყე ვარჯიში. უბრალოდ ვარჯიში არ შემიჩერებია, მაგრამ ფორმაში მოვედი, მაგრამ კარგად იცით, ჩხუბი ჩამეშალა. ეხა ამ თვეშიც კიდევ მეორე ჩხუბს ვლოდებოდი, მაგრამ სამწუხაროდ ესეც ჩაიშალა. ესეც ცოტა კი მოქმედებს ხოლმე, მაგრამ რა ვქნათ, უფრო შემდეგი გამოწვევისთვის უფრო მეტად ჟილკით ვემზადებ. პროფესიონალი მოკრივის ზოგადად ცხოვრება ესეთია. კი. ხდება რაღაც გამოწვევი, მე შეიძლება, მაგრამ უკვე შენი მხელა გამოცდილება გაქვს და იმდენი გაქვს ნანახი, მე მგონი ესეც ვერ შეგაჩერებს ეს. კი, რა თქმა უნდა. და ეხა ბიჭებთანაც უკვე ჩემ პირად ცხოვრებაშიც ისე ჩამოყალიბდი, ისე დავალაგე, რომ ჩვეულებრივად ვარჯიშს უწყობ უკვე რა. უბრალოდ როცა ჩემი შეჯიბრი იქნება, უშუალოდ ეხა როგორი რაღაცა გამოვიმუშავე. მაქსიმუმ 2 კვირა მინდა რომ სრულიად ფორმაში მოვიდე. ნუ მანამდეც ცოტ-ცოტას რო ვარჯიშობდე, 2 კვირა სრულიად ყოფნის რომ ჩემთვის უკვე მოვიდე ფორმაში, რაც ჩემთვის საკმარისია. ჩემი თავი რო დავიკმაყოფილო. ასე რომ ცოტ-ცოტას ვარჯიშობ ყოველდღიურად შეძლების დაგვარად და შეჯიბრი თუ გამოჩნდება, იმ 2 კვირას ვიყენებ უკვე რომ 1 კვირა კარგად ბოქსი შევბერო და 1 კვირა წონის საკლებად. ხო, ანუ ასე რომ მზად ვარ, პრობლემა არ არის. ახალი წლიდან თუ ვინმეს გული ერთის 1 წლიანი პაუზის შემდეგ ახალი წლიდან გპირდებით რომ დაგიბრუნდებით საქართველოს ჩვენ ფარგლებშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. კი, გაჩერებას არ ვაპირებ. მე ვიცი რომ ნუ შენ ჯერ ასაკიც ხელს გიწყობს, გამოცდილება დიდი გაქვს და რაც თავია ვიცი რომ შენ თვითონ თქვი რომ ანუ სპორტულ რეჟიმს სულ ინარჩუნებ. ანუ ისე არ არის ახლა არის ხოლმე რომ მოკრივეები ძალიან ამოვარდებიან
კალაპოტიდან, მე იმის ჩასადგომად თვეები ჭირდება და ამ შემდეგ შენ მეტნაკლებად სულ სპორტულ გარემოში ხარ, სულ ვარჯიშობ, სულ მე მხვდება ხოლმე შენი ვიდეოები სპორტ დარბაზებიდან, იმიდან ხან ფიზიკურად, ხან იმას, ასე რომ დარბაზში ისედაც ხარ, მოკრივე გრუშას ისე როგორ ჩაულის, რომ 1-2 არ მიარტყა, ყველა გამოვლაზე და ну უშუალოდ მე წონის გაკეთება და ფორმაში საბოლოოდ შესვლა რაღაც პერიოდი გჭირდება და ну დარწმუნებული ვარ რომ მე შენ გნახავ არაერთხელ საქართველოსში საზღვარგარეთაც იმიტომ რომ შენ ჯერ კიდევ არა გაქვს ამოწურული ასე ვთქვათ შენი რესურსები და მართლა ვინც იცის მიშო გაბინაშვილის ბრძოლები ძალიან ტექნიკური ძალიან თავის დროზე უფრო მეტად ის იყავი შენ ტევი შენ და უფრო მეტად ნოკაუტორი და გამანადგურებელი დროთა განმავლობაში ესეც შეინარჩუნე, მაგრამ უფრო მეტად ჭკვიანური, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაცია განიცადე ზოგადად მე რაც თვალს გადევნებ. შენი გადმოსახედიდან როგორ არის? აი გამოცდილებასთან ერთად პროფესიონალი მოკრივის ბრძოლის სტილში რა იცვლება? რა იცვლება და ეს ისეთი რაღაცაა, რომ შენ თავთან მწვრთნელმა რაც არ უნდა გასწავლოს რინგზე, მაინც შენ თავთან, შენ თვითონ ასწავლი შენ თავს და ბრძოლებში ის ვისწავლე და ის გამოცდილება მივიღე, რომ კი ერთსული მქონდა, რომ მეჩხუბა, ნოკაუტში ჩამეგდო ან ბრძოლა დამემთავრებინა, მაგრამ ეხა დროთა დრო მომიწია ძლიერ ბოქსერებთან, ძლიერ მოკრივეებთან ბრძოლა და აი ამ ბიჭებმა და ამ ბრძოლებმა მიმახვედრა, რომ მარტო ის არ არის, რომ შენ დაარტყა, მთავარია შენ რო ხდება ის დარტყმა, ხო იღებ ამ დარტყმას. მთავარია რომ ნაკლები მოხდეს, დარტყმა აიცლო და იმის დამიხედვით მე გადახვიდე კონშეტევაზე და უკვე ჩემ თავზე მაგის მუშაობა დავიწყე, რომ თვითონ კრივმა დამაწყებინა მაგის ამ ყოლაფრის შესწავლა. რინგმა მასწავლა, რომ ბევრი დარტყმების მიყენებას ჯობია. ნუ კი, კაია, ბევრი დარტყმა მიაყენო, მაგრამ ამ დარტყმებში მეც მხვდებოდა. ხო და მაგის გამო მაგიდან გამოიმუშავე და ყველა გამოიმუშავებს, ვინც დადგება მაგდენ ჭუბს, ვინც იჭუბებს, მაგ რინგზე ვინც დადგება, რომ თავარი არის რა დარტყმა მოხდება, რა დარტყმას მიიღებ და იმის მერე რას იზავ. თორე დარტყმით ყველა დაარტყავს, მაგრამ ცოტა დაარტყავს, რომ მოხდება იმის მერე. თავარია რომ მოხდება ან არ უნდა მოხდეს, არ მოერტყა, ან კიდე მოხდება და მერე როგორ და. იმას როგორ აიტან და ამიტომ იმის მერე რას იზავ. კი ბატონო, ზუსტად მაგის ხარჯზე მოხდა ჩემი ასე ვთქვათ გარდაქმნა, რომ იმ ის ტემპი აღარ მიჭირავს, როგორც ვიყავი, რომ პატარა ბიჭობაში პიტბულს მეძახდნენ ხოლმე, რომ რინგზე რო ავდიოდი არ ჩერდებოდი. ხო, როგორ მხდებოდა, რა მხდებოდა, არ მაინტერესებდა, მაგრამ მაშინ ისიც იყო, რომ მაშინ პატარა წონა იყო, პატარა ბიჭი ვიყავ. ეხა უკვე 60 კილოდან და 60 ზევით უკვე ისეთი დარტყმებია, რომ იმასთან შედარებაც არ არის. ამიტომ მეც სანამ არ მომხდა და სანამ არ ვიგემე, მაგას მაგდენს ალბათ ვერ ხვდებოდი, მაგრამ არის სპორტსმენი, რომ ყველას მასე ვერ გადაული ვიღაც დაგხვდება და ამიტომ ეს ყველაფერი თვითონ რინგმა მასწავლა და ამის ფონზე შეიცვალა ჩემი ეს ტაქტიკა. აი ზუსტად მაგაზე უნდა გითხრა ერთ მაგალითი, მე ზუსტად ახლა 2 კვირის წინ ვიყავი ერთ-ერთი სეკუნდარი ჩვენი ახალბედა მოკრივის და ზუსტად აი ეს დაგვემართა რა, რაც შემთხვი, რომ ნუ კი გავიარეთ ეს თემები ყველაფერი, რომ არ გვინდა თავიდან და მერე ტემპი მოუმატოთ ნელ-ნელა და ასე შემდეგ, მაგრამ ეთყობამ თავისმა ნერვიულობამ და ამ ახალგაზრდულმა იმან და გამოუცდელობამ ავიდა თუ არა რინგზე დაუშვა, ესე ასე ვთქვათ, ჟარგონით რო ვთქვათ, დაუშინა და ჩააგდო ეგრევე ნოკდაუნში მეტოქე. ნუ წამოდგა. მიაყარა კიდე მეორეც ჩააგდო და პირველივე რაუნდში და მგონია რომ სიო, მაგრამ რაღაცნაირად გადაიტანა იმან და როგორც კი მეორეც გადაიტანა და ეს სიო, ამას დაუმთავრდა ენერგიაც. ფსიქოლოგიურადაც გატყდა, იმიტომ რომ არ ელოდა რომ კიდე მეორედ ადგებოდა და ძალაც გამოელია. და მთელი ეს მიხარჯული ენერგია და მე უკვე და იმანაც ამ გაცვლებში უკვე იმანაც რომ მოარტყა 1-2 და всё მოინგრა, მოიშალა ამისი მთელი გეგმა და ნუ სამწუხაროდ დაუმარცხდით საბოლოოდ იმ იმაში. იმ ბრძოლაში მაშინ როცა იყო 100% ნუ თავიდან ისე დაიწყო. მაგრამ აი სწორედ მაგას ვამბობ, რომ გამოცდილება ქონოდა, სულ სხვანაირად წაიყვანდა იმ ბრძოლას და მაინც მოიგებდა. მიიყვანდა ბოლომდე. ოღონდ პირველივე რაუნდ იმაში და პირველივე წუთებზე არ მიახარჯავდა მთელ ამას, ვთქვათ, პოროხს რო იტყვიან და დენს. კი, რა თქმა უნდა. რომელიც მე აღარ გაჰყვა საერთოდ და აი ეს არის ზუსტად რასაც შენ ამბობ, რომ რა თქმა უნდა, ეხა ვინც არ უნდა იყოს, როგორი მოკრივეც არ უნდა იყოს, ყველა დამეთანხმება, რომ პირველ რაუნდს რო ესეთი ტემპით დაიწყებ, 8 რაუნდი რო გაქვს საჩხუბარი და 10 რაუნდი გაქვს საჩხუბარი,
ამ თითოეულ რაუნდს ესე ვერ გაივლი. ამიტომ ხდება გადანაწილება. გადანაწილება ყოველთვის ესჯობია რომ პირველი რაუნდი ყველა ნახულობს ვერავს ვინ არის როგორი მოწინააღმდეგე გავს და მე ეტაპობრივად რაუნდებში უმატებს შენ ტემპს. მაგრამ შენ რო პირველი რაუნდშივე ტემპს ყველაფერს რო ჩადებ და პირველ რაუნდში ყველაფერს ჩაამთავრებ, ხო, მეორე, მესამე და შემდეგი რაუნდები რა უნდა ქნა, ხო? მე უკვე შენ როგორც თქვი, მასეც ხდება შენ რო ყველაფერს ჩადებ და რო ვერ დაუმთავრებ ჩხუბს და ის ისევ ფეხზე დგა, მე უკვე შენ ფსიქოლოგიურად ხვდები რომ მე რაც შემეძლო გავაკეთე და ეს ისევ დახარჯული ხარ და ეს ისევ ფეხზე დგა რაუნდები საჩხუბარია და ამასობაში შენ ფიზიკურობა აღარა გაქვს, იმიტომ რომ დახარჯე ყველაფერი. ამიტომ რა თქმა უნდა ეს გამოცდილებით თვითონ მე ბევრი რაღაც მისწავლია, ბევრ რამესაც ვასწავლი მოკრივებს ამის ლაპარაკი მოსხონმე სულ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც მე ვერ ვასწავლი, რაც თვითონ უნდა შეისწავლოს. თავისთავთან თვითონ უნდა იმუშაოს და ეს ეკუთვნის უკვე ყველა მოკრივეს და მით უმეტეს იმ მოკრივეს, ვინც პროფესიონალურ რინგზე დგა, ვისაც 6, 8 და 10 და 12 რაუნდი აქვს საჩხუბარი. ეს განსხვავება ზუსტად კიდევ პროფესიონალურ და სამოყვარულო კრივს შორის, რომ კი სამოყვარულოში მეტწილად მაინც გამართლებულია, იმიტომ ყველი ეგრევე უნდა მოიგო და იმ სამ რაუნდში უნდა ჩადო ყველაფერი, მაგრამ 6 რო გაქვს საჩხუბარი და 8 და 10 და მით უმეტეს ხო საერთოდ აი სამოყვარულოში ხა ეხლაც კი უკვე შეიცვალა, მაგრამ ადრე უმეტესად ასე იყო, რომ იმ სამ რაუნდშივე ტემპში მიაყრიდნენ და всё, ეგ იყო და ეხა 8 რაუნდი და 10 რაუნდი რო გაქვს საჩხუბარი ტემპში, აი ფიზიკურად ვერ შეძლებ მაშინ რავი ტერმინატორი უნდა იყოს. ფიზიკურად ჯანმრთელი სპორტსმენი როგორც არ უნდა იყოს 10 რაუნდს ტემპში ცოტა ძნელია. ნუ გააჩნია მოწინააღმდეგესაც. ხო, ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა გეგმა B ალბათ უნდა დაიტოვო. ეხლა მე რა მაგალითის ვთქვი, მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ჩვენ შევახარჯეთ, ორჯერ ჩავაგდო ნოკდაუნში, ეხლა მეტი რა პირველივე რაუნდში და მაგრამ იმდენად შეეხარჯა ყველაფერი, ემოციაც მათ შორის, არა მარტო ფიზიკურობა, ემოცია, ფსიქოლოგიაც, ამ ყველაფერს. რომ მე უკვე თვითონ რომ მოხვდა, უკვე всё, ჩამოიშალა ამას ეს ყველაფერი და ასეთ შემთხვევაში უნდა გქონდეს რომ თუ ვერ გაამართლებს ეს შენი ქარიშხალი თავს დატეხვა, მე რას შვები. და ნუ რა ვიცი, ამიტომ თავიდანვე უნდა გაიაზროს და გადაანაწილოს თავისი ძალები, თვითონ მოკრივის ძალები თავისზე მეტად არავინ არ იცის, ხო? იცის მწვრთნელმა, მაგრამ შენი პირადული შენ კონკრეტულ თან რინგზე რო შედგავ ფეხს, იქ უკვე შენ უფრო გრძნობ და ეგ ფიზიკურობა და ფსიქოლოგიურად რაც შეეხება, ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა იყოს, ფსიქოლოგიური მხარე თუ არა ყავს, თუ არა გაქვს შენში და კუთხეშიც თუ არ ყავს ფსიქოლოგიურად, რომ ასე ვთქვათ, მოგხოდოს, მოგიყვანოს იმ ჟილკაზე, ხო? ძალიან ძნელია რა. კი, ნამდვილად მინდა დაგეთანხმო. თან ფსიქოლოგია ისეთია, რომ ფიზიკურობა შეიძლება უფრო ადვილად გამოვასწორო, მოიყვანო და შემდეგ, ვიდრე თუ ფსიქოლოგიაში რაღაცა სირთულე გაქვს, მაგის აღმოფხვრა გაცილებით უფრო რთულია ხოლმე და ყოველ შემთხვევაში სამუშაო და იმიტოა ზუსტად ურთულესი სპორტი კრივი. მიშო, სანამ ჩვენ ესე ბოლოსკენ წავალთ, არ შეიძლება არ კითხო შენი აზრი ბოლო დროს საქართველოში გასულ წელს ძალიან ბევრი და კარგი შოუები ჩატარდა პროფესიონალურ კრივში. თუ ადევნებდი თვალს, რამდენად კმაყოფილი ხარ, რამდენად მოგეწონა, ან თუ გაქვს რამე შენიშვნები და თუ გაქვს სურვილი, რომ უახლოეს პერიოდში შენც გიხილოთ უკვე საქართველოში გამართულ აი ამ შოუებს. კი, რაც შეეხება ჩვენთან გამართულ შოუებს, ისეთი მოხარული ვარ, რომ ძალიან მინდოდა ჩხუბი რამოდენიმე შეჯიბზე ჩემი პრობლემების გამო ვერ ვიჩხუბე. ეხა ბოლოს როგორც იქნა მოვაბი თავი და ჩხუბობდით, მაგრამ მოწინააღმდეგე ჩაიხსნა. ძალიან მოხარული ვარ, ძალიან განვითარდა ჩვენთან საქართველოში, ძალიან წინ წავიდა, ძალიან მაგარი მოკრივე მოყვარულებიდან გადმოვიდა პროფებში და უფრო მრავალფეროვანი გახდა რა, უფრო ხალხიც მეტი მოვიდა, რომ მეტად შეიცნეს ეს პროფესიონალური რინგი. ეხა ვიღაცას ზოგმა იცოდა მარტო მოყვარულების ჩხუბი, კი ძალიან მიყვარს, ძალიან მაგარი, ძალიან ბევრი რაღაცა იცოდა და პროფებში რა ხდებოდა, არც სპორტული კუთხით და არც პროფების კუთხით არ იცოდა. პროფების ჩხუბი და პროფესიონალური რინგი უფრო მეტად უფრო ყურადღებას იჩენს, იმიტომ რომ მრავალი რაუნდია, მოკრივის მეტად დაღლილობა ჩანს, ფსიქოლოგიურ მხარეს ხედავ, აი ყველაფერი დევს რა და უფრო მეტად სანახაობრივია და ძალიან მოხარული ვარ იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში ესე
ესეთი პროგრესია და ესე განვითარდა რა. ეხლა მე წლები დავდიოდი ევროპაში, დავდივარ ჭუბებზე და აი რასაც იქ ხედავდი და რომ ასე ვთქვათ, გამკვირვებია, უკვე იმას ხედავ აქ და ძალიან მხარული ვარ. ერთი სული მაქვს ესე ვთქვათ, მეც გამოვიდე ჩვენ ქართულ რინგზე. ნამდვილად მეც არ შემიძლია არ დაგეთანხმო მიშო, რომ აი მართლაც ევროპაში რაც გვინახავს კი არა, ხშირ შემთხვევაში ჩვენი შოუები ჩვენი უფრო უმეტესია, უკეთესია. ბევრი მასში რაღაცა ჩვენ არ ვიცით ხოლმე საკუთარის დაფასება ქართულმა გულშემატკივარმა ხშირ შემთხვევაში, თორე მინდა დარწმუნებით უთხრა, რომ ყველანაირ შოუს ელემენტებითაც, თუნდაც ბრძოლების ხარისხით, თუნდაც მოკრივეების რა დონის შოუებს და რა დონის ბრძოლებსაც აქ მართავენ, არავინ ყველა ევროპული ქვეყანა ნებისმიერი მოაწერდა ხელს და თუნდაც ის აქ ჩვენთან რო განათებები და ეს გაფორმება და ის ყველაფერი რაც იყო უკანასკნელ შოუებზე, ბევრგან არის კი და მსგავსი, მაგრამ ბევრგან ყოფილი ვართ, რომ საფრანგეთში ყოფილა ეს ორი ნატურა ჩამოუკიდიათ. გაუმართიათ ჩხუბი რაღაცა დამთავრებულა, ხო? ასე, მაგრამ ხალხი მოდის და გულშემატკივრობს და ავსებენ დარბაზებს და ასე შემდეგ და ყველა გადაცემაში ვამბობ და ახლაც მინდა უთხრა გულშემატკივარს, რომ მოდით დაესწარით, ისიამოვნეთ ამ კრივით, დაუდექით გვერდში ქართულ მოკრევებს, არავინ არაფრით ნაკლები არ არის, პირიქით. მთელი ევროპიდან მოწვევა არის ქართულ მოკრევებზე, მოთხოვნა არის ქართულ მოკრევებზე, ჩვენებზე, ვინც სწორედ აი აქ იბრძვის ჩვენ შოუებზე და ამათ სანახავად იქ მოდის ხალხი და ავსებენ დარბაზებს და ცოტა მეტი მხარდაჭერა და ცოტა მეტი გულშემატკივრობა ჩვენც რო გამოვიჩინოთ არის, განა არ არის, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო და ყველა ესე ერთმანეთის გვერდში დგომით დარწმუნებული ვარ უფრო და უფრო უკეთეს და უკეთეს შედეგებზე გავალთ. რა ვიცი, საინტერესო იყო მიშო შენთან საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მახარებს, გულწრფელად ვამბობ, მე ვარ ნამყოფი ვარიანის კრივის სკოლაში, ადრეც, ახლაც ამ ბოლო პერიოდში და მახარებს აი თქვენი ეს დამოკიდებულება, თქვენი ეს შედეგები, მართლაც შესანიშნავი ახალგაზრდები მოდიან. ძალიან კარგია, რომ აი ესეთ დონეზე იგივე ზაზამდინარიძე უკვე გაიცნო მთელმა საქართველომ, ნიკოლოზ ხიზანიშვილი გაიცნო მთელმა საქართველომ, მთელმა ევროპულ რინგებზე იბრძვიან, გადიან საქართველოს ნაკრებთან ერთად. ლუკა ქოქაშვილისთვის პირველი გასვლა იყო და წარმატებული აღმოჩნდა და დარწმუნებული ვარ ეს ბიჭი მე სხვათა შორის აი აქვე ვიტყვი და არ იქნება რომ ფოთში რო იყო ჩემპიონატი, საქართველოს ჩემპიონატი, იქ ლუკა მიასპარეზა და ნუ ვერ მოიგო ეს ჩემპიონატი, მაგრამ თვითონ გიორგი კანდელაკმა თქვა უშუალოდ ლუკაზე აღნიშნა, რომ ტალანტიაო ეს ბიჭი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მიაღწევს უფრო შრომას გააგრძელებსო და ეხლა გიორგი რო ტყუილად მაგ სიტყვებს არ დახარჯავდა არავისზე, ვისაც არ ეკუთვნის, ძალიან კარგად იცის ყველამ და თუ იმეს ესმის კოჭებში შეტყობა მოკრივესთვის, გიორგის ესმის და შესაბამისად მე ვიცი რომ მართლა ტალანტები არიან სამივე მათგანი და ძალიან ბევრს მიაღწევენ კიდე და მათ გარდა იქ უფროს თაობის მოკრევებიც არიან საქართველოს ნაკრები ლაშა კერესელიძე ძალიან ეხლაც შეკრებაზე არიან და სხვები და არ მინდა ვინმე გამომრჩეს ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც აი ამ სამეულზე ვიყავით კონცენტრირებულები მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენ კრივის კლუბს ყველა საქმეში ჩვენი მხრივ ყველანაირად მზად ვართ რომ გავგაშუქოთ და გვერდში დაგიდგეთ რაც შეგვიძლია თქვენი წარმატებები ვამცნოთ ქართულ საზოგადოებას იმიტომ რომ თითოეული თქვენი წარმატება თითოეული ჩვენთაგანის და მთლიანად ქართული კრივის წარმატებაა ძალიან დიდი მადლობა პირადად შენ მინდა გისურვო შენ წარმატებები და ველით შენგანაც კიდევ რინგზე ბარეორს კიდევ ბარეორს კიდევ დაუდგები ძალიან მაგრად აუცილებლად გპირდებით მადლობა დიდი და წარმატებებს მადლობა თქვენ კარგად იყავით